სალამამშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. ვიდრე დღევანდელ გადაცემას დავიწყებდე, მანამდე აუცილებლად უნდა გავიხსენო ელდარ შენგელაია. წავიდა ჩვენგან ჩვენი თაობის, უდიდესი თაობის, კინემატოგრაფის და ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. იგი არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფის ვარსკვლავი იყო. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი იყო დაუჯერებელი წარმოუდგენელი სიღრმე, დაწყებული პუბლიცისტური ჟღერადობით და დამთავრებული ფილოსოფიური განზოგადებით. ელდარ შენგელაია, დიდი მაესტრო. გუშინ 2005 წლის 7 აგვისტოს ელდარ შენგელაია მარადისობას ეზიარა. იგი სიონიდან გაასვენეს. ასე დასრულდა ამ დიდებული რეჟისორის სიცოცხლე. მისი სხეული ქართულმა მიწამ მიიბარა. მისი სული კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ცად ამაღლდა. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ახლა რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. დავიღალე. დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ღმერთო ძლიერო, მძიმეა ჯვარი, რომელიც მომმადლე მე, მაგრამ წამს, რომ შენი იმედით გავაგრძელებთ ცხოვრების გზას. როცა ვეცემი ამ ჯვრის ქვეშ, ნუ დამტოვებ მე, უფალო. მოიღე მოწყალება და შენ მოდი ჩვენთან. აღგვადგინენ და ვირსნი გავხადე სასუფეველისა შენისა. უკვე მოხუცებული პატრიარქის სული და სხეული რომ დაღლილიყო, ამაში გასაკვირი არაფერი. მაგრამ რა დაღლაზე საუბრობს ილია მეორე? ის არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართულ მართლმადიდებელს სამოციქულო ეკლესიაზე საუბრობს, რომელიც ალბათ დაიღალა. იგი საუბრობს საქართველოზე, სრულიად საქართველოზე, რომელიც ასევე დაიღალა. დაიღალა ბრძოლებით და ომებით, დაიღალა გამოვლილი გზით, დაიღალა ტკივილით, დაიღალა დარდით და დაიღალა, რაც ყველაზე მთავარია, დაშვებული შეცდომებით. ძიმე შეცდომებით, რომელიც საქართველოს კარგს არაფერს უხადის, ისევე როგორც აქამდე კარგი არაფერი მოუტანი. მაინც რა შეცდომებზეა საუბარი? რა არის ის კონკრეტული რამ, სადაც შეცდომას უშვებთ, სადაც ვცოდავთ, სადაც არასწორად ვიქცევით და შემდეგ ვდარდობთ, ტირივართ, მოვთქვამთ და გამოსწორებას ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. მოდით გადავალოთ თვალი დაშვებულ შეცდომათა ერთგვარ ნუსხას. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერზე არ იქნება საუბარი, მაგრამ საკვანძო მომენტების გამოკვეთა მოგვიწევს. აი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რაც იყო ამ უახლესი ისტორიისთვის დამახასიათებელი მოვლენა. სახელწოდება აბხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეური მოდგმის ტომი,
და ჩვენ არც ერთი ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არა ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა და დაგვიწმონ ჩვენი მიწა-წყალი და დამკვიდრდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ. დამეთანხმებით, რომ უმძიმესი შეცდომა იყო. აი ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება იყო ის დამოკიდებულება, რომელიც რა თქმა უნდა ცუდად აისახებოდა ჩვენს მომავალზე, მაგრამ მარტო ეს არ არის. აქ მთელი უბედურება ის არის, რომ გამსახურდიას სულისკვეთებასთან ერთად, რომელიც იმის შესაბამისი იყო, რაც მან ახლა თქვა, ეს ყველაფერი მაინც გარედან იყო იმპორტირებული, გარედან იყო შემოსული, გარედან იყო შემოგზავნილი. ეს მიმართულება იყო ის, რითაც საქართველოს დანგრევას აპირებდნენ. მოდით უფრო გავხსნათ მჩხილი, ვინ იყო ეს, ვინც საქართველოს დანგრევას აპირებდა. ეს იყო კოლექტიური დასავლეთი. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ეს იყო ევროპა და გაერთიანებული ევროპა. დიახ, ისინი ცდილობდნენ საქართველოს დანგრევას და რატომ? მთელი ფილოსოფია ამ ამბისა გახლავთ ის, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყოფილიყო გადაულახავი წინააღმდეგობა, გადაულახავი სიძნელე. ყოფილიყო მტრობა, ყოფილიყო მუდმივი სიზურვილი, მუდმივი ქიშპი და მუდმივი ბრძოლა ერთმანეთთან. ამის მისაღწევად მათ განკუთვნილი ჰქონდათ, წინასწარ გამიზნული ჰქონდათ ის ორი ავტონომიური ერთეული, რომელიც ჩვენ შემდეგში დავკარგეთ. ის, რაც მოხდა აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში, არის ამერიკული პროექტი. რა თქმა უნდა, რუსეთი ამაში მონაწილეობდა, იმიტომ რომ რუსეთიც იყო ერთგვარი ვასალის დამოკიდებულებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსული სპეცსამსახურები პირდაპირ ფილიალებს წარმოადგენდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებისა და ეს ერთი დავალება, ერთი დირექტივა ორი ხელით კეთდებოდა, ამერიკული ხელით და რუსული ხელით, მაგრამ პროექტი, სცენარი იყო ამერიკული და მათ ამას მიაღწიეს. მიაღწიეს თანდათანობით, მიაღწიეს დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობით და მიაღწიეს იმ განწყობილებით, რომლის ერთი კონკრეტული მაგალითი გამსახურდიას ნათქვამი ახლა წარმოგიდგინეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რამდენიმე მომენტისგან შედგებოდა. მაგალითად, ეს იყო შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით, უნდა შევსულიყავით ნატოში, უნდა გავხდარიყავით ნატოს წევრი, უნდა გავხდარიყავით ევროკავშირის წევრი და ეს ნათელი მომავალი ღირდა იმად, რომ მათი ყველა დირექტივა უსიტყვოდ შეგასრულებინა. აი, ესეც იყო ერთგვარი სატყუარა, მაგრამ ეს ერთგვარი სატყუარა დაწყებული იმ ეროვნული მოძრაობით, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ახლა წარმოგიდგინეთ, შემდეგშიც გაგრძელდა. გამსახურდია შემდეგ მოსულმა შევარდნაძემ, რომელიც რა თქმა უნდა სიამტკბილობაში არ იყო გამსახურდიასთან, პიროვნული ურთიერთობა მათ შორის იყო უაღრესად დაძაბული, მაგრამ ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. აი, შევარდნაძემ თავის უპირველეს ამოცანად ნახეთ რა გამოაცხადა. არ მოვკვდები ნამდვილად, რომ არ მოესწრო საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას და ნატოში შესვლას. დანიის პრინცის განცხადება გახსოვთ ხომ? ყოფნა არ ყოფნა საკითხავია ეს არის. ყოფნა არ ყოფნის სიმაღლეზე აიყვანა შევარდნაძემ მისთვის ნატოს და ევროკავშირის წევრობა. ეს იყო გაგრძელება იმ გზისა, რაც დასავლეთიდან მოდიოდა, რასაც ეროვნული მოძრაობა ემსახურებოდა და რაც შემდეგ გაგრძელდა არა მარტო შევარდნაძის მოღვაწეობის დროს, არამედ მას შემდეგაც. შევარდნაძემ ხომ დაისახა ეს ამოცანა,
ნატოს წევრობა და ევროკავშირის წევრობა. იგივე გზა გააგრძელა მის შემდეგ პოსულმა სააკაშვილმა. იგივე გზა გააგრძელა, თუმცა როგორც გამსახურდიას და შევარდნაძეს არ ეპიტნავებოდათ ერთმანეთი, ისე არ ეპიტნავებოდათ ერთმანეთი, ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში მათი ურთიერთობისა შევარდნაძეს და სააკაშვილსაც, მაგრამ სააკაშვილიც გამგრძელებელი იყო იმავე კურსისა, რაც გამოხატულია ანალოგიურ სიტყვებში. ჩვენთვის ნატო ახლა არის ჰაერივით აუცილებელი. დიახ, გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი ერთი მიმართულებაა და ერთად მოდიან, ერთი საგარეო ორიენტაცია აქვთ და აქ არის საძებნელი იმ შეცდომათა ნუსხა, რომლის გამოც, რა თქმა უნდა, პირდაპირ ამას არ გულისხმობდა პატრიარქი, მაგრამ თუ განზოგადებულად კრებსითად ავიღებთ მის ნათქვამს, დავიღალეო ამბობს. აი ეს დაღლა, ეს იმედგაცრუება, ეს სასოწარკვეთა, რაც ქართველ ხალხში დასადგურდა ამ 30-35 წელიწადის განმავლობაში, აი ამ მიმართულებაში იღებს სათავეს. სხვათა შორის ეს ისეთ კომიზმამდე მივიდა, რომ ძნელი დასაჯერებელიც კი არის, ვინმე წარმოეთქვა ის სიტყვები, რომელსაც თქვენ ახლა იგივე სააკაშვილისგან მოისმენთ. მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ესე იგი, როდესაც ვინმე საკუთარ თავს მისცემს უფლებას განაცხადოს, რომ მე ვარ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელიო, რა თქმა უნდა, აქ არა მარტო თავხედობასთან, არამედ სრულ სიგიჟესთან და ფსიქიატრიასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ გზით ვიარეთ, ეს შედეგი დამდგარიყო, რომ ვიღაცას სალახანას შემდეგ საჯაროდ და უტიფრად განეცხადებინა, რომ მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. კაცი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელიო, თავისი ქმედებებით, თავისი არასწორი ნაბიჯებით, თავისი შეცდომებით, თავისი დანაშაულობებით და თავისი ღალატით მივიდა იქამდე, რომ საქართველოს დამფუძნებელი კი არა, საქართველოს დამანგრეველი აღმოჩნდა. Мы неизменно исходили из признания территориальной целостности Грузии. Грузинское руководство выбрало другой путь. Срыв переговорного процесса, игнорирование достигнутых договоренностей, политические и военные провокации, нападения на миротворцев – все это грубо нарушало режим в зонах конфликта. Режим, установленный при поддержке ООН и ОБСЕ. Россия проявляла выдержку и терпение. Мы неоднократно призывали вернуться за стол переговоров и не отошли от своей позиции, даже после одностороннего провозглашения независимости Косово. Но наши настойчивые предложения грузинской стороне заключить с Абхазией и Южной Осетией договоренности о неприменении силы остались без ответа. К сожалению, их проигнорировали и в НАТО, и даже в ООН. Сейчас понятно, мирное разрешение конфликта в планы Тбилиси не входило. Грузинское руководство методично готовилось к войне, а политическая и материальная поддержка внешних покровителей только укрепляла ощущение собственной безнаказанности. В ночь на 8 августа 2008 года в Тбилиси сделали выбор. Саакашвили избрал геноцид для решения своих политических задач. Этим он собственноручно перечеркнул все надежды на мирное существование осетин, абхазов и грузин в одном государстве. Учитывая свободное волеизъявление осетинского и абхазского народов, руководствуясь положениями Устава ООН, Декларацией 1970 года о принципах международного права, касающихся дружественных отношений между государствами, Хельсинским заключительным актом СБСЕ 1975 года, другими основополагающими международными документами,
я подписал указы о признании Российской Федерации независимости Южной Осетии и независимости Абхазии. Აი, ასე დაიშალა საქართველო სამნაწილად. მართალია, ეს აღიარება რუსეთისა არ აიტაცა მსოფლიომ და ბევრი არ გამოჩნდა ისეთი, რომელიც გაიმეორებდა ამ აღიარებას, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, იმიტომ რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ისეთმა დიდმა სახელმწიფომ, როგორც რუსეთია და ამ სახელმწიფოს შეუძლია მისი ეს აღიარება რეალობად აქციოს, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს მას ამაში სხვა სახელმწიფოები. დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები და განსაკუთრებული ძალისხმევა, განსაკუთრებული ნიჭი და მონდომება საჭირო იმისთვის, რომ საქართველო ტერიტორიულად განთლიანდეს. ანუ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელია, აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მესაფლავე. საქართველომ დამარხა სააკაშვილმა დამარხა საქართველოს ერთიანობის იდეა. ეს არის უახლეს ისტორიის ყველაზე მტკივნეული მომენტი. სხვათა შორის დღეს 8 აგვისტოა იმ საშინელი ომის დაწყების დრო, როგორც არის მიღებული ეს თარიღი, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდებით. ერთი სიტყვით, საგარეო ორიენტაცია ერთნაირი ჰქონდათ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან და საბჭოთა კავშირის დღიდან მოსულ ხელისუფლების ყველა თაობას. სააკაშვილის შემდეგ მოგეხსენებათ მოვიდა ბატონი ივანიშვილი. ივანიშვილის მოსვლით ამ თვალსაზრისით რამე შეიცვალა თუ არა. ესეც შეკითხვაა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ჯერჯერობით ჭირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია მოძიება მასალისა, სადაც ის ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს. აი, ერთ-ერთ შეხვედრაზე რა შეკითხვა დაუსვა მას ერთმა ჩვენმა თანამემამულემ და რა უპასუხა ბატონმა ივანიშვილმა. რა მაინტერესებს ერთხელ და სამუდამოდ თვალების შემკედესი მითხრათ საქართველოს საერთოდ გინდა რომ წაიყვანდეს ეს მომენტი ადამიანია რა მიხარია ამის მოსმენი ადამიანმა შეხედავდა გულში ჩახედავდა რა ჩვენი ქვეყანა უნდა წაიყვანოთ იქ სადაც პროგრესი ეს არის მარტივი პასუხი სადაც არის უკეთესი სადაც საუკეთესოა ყველა ნორმალური ადამიანი ირჩევს ამას და დემონდელი ხელისუფლება რომ იქვეყნეს რომ ევროპა მათ არ ამოუჩებია ზვიადის ევროპისკენ იყო თუ გახსოვთ შევარდნაძეც კი ევროპას იძახდა ყველა ქართული ევროპას იტყვის ამდენადაც უკეთესი ჯერ კაცობრიობას არაფერი არ მომფიქრებია რა თქმა უნდა ჩვენი გზა იქით უნდა იყოს და ამას არ აქვს ალტერნატივა აბატონო სრულიად კატეგორიულად და სრულიად ერთმნიშვნელოვნად გაცემული პასუხი შეკითხვაზე თუ საით მიგყავთ თქვენ ქვეყანაო ევროპისკენ მიმყავს დასავლეთისკენ მიმყავს იქითკენ მიმყავს საითაც მიყავდა გამსახურდია საითაც მიყავდა შევარდნაძეს და საერთოდ საითაც უნდა წასვლა ყველა გონიერ ქართველს აი დაახლოებით ეს პასუხი გასცა ივანიშვილმა ანუ არაფერი არ შეიცვლება ამ თვალსაზრისით ეს გზა ეს კურსი ეს ორიენტაცია დარჩება უცვლელი მას შემდეგაც რაც მე მოვალ ხელისუფლებაში ასეთი იყო ეს ნათქვამი რომელიც არ იძლეოდა იმის გარანტიას რომ რამე ახალ რეალობას ახალ ვითარებას მივიღებდით ამ ნათქვამის შედეგად ჩვენ უნდა გვეფიქრა რომ ყველაფერი გაგრძელდებოდა ისე როგორც იყო ანუ ჩვენ დავრჩებოდით ამ დასავლეთის ილუზიაში დასავლეთის ტყვეობაში ეს მაშინ ყველას არ ესმოდა და ბევრს არ ესმოდა მაგრამ დღეს გაცილებით მეც ესმის ვიდრე მაშინ ესმოდათ იმიტომ რომ დასავლეთმა თავისი ვერაგი და ბინძური სახე სრული სისავსით წარმოაჩინა და წარმოადგინა ქართველი ხალხის წინაშე. მაშინ ამდენი ჯერ კიდევ არ იყო დაგროვებული ეს ცოდნა დასავლეთის შესახებ, პრაქტიკა, გამოცდილება დასავლეთთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ბევრს ალბათ სწორი ეგონა. მაგრამ იქვე აი ეს პასუხი ივანიშვილისა, რომელიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ ერთ-ერთი ქართველის მიერ დასმულ შეკითხვაზე გრძელდება და იქვე მან დააყოლა ასეთი რამ. მაგრამ ამავდროულად, როდესაც რუსეთსა საუბარი, ჩვენ არავინ არ შეგვიცვლის და არ გადაიტანს და არ გადაიყვანს რუსეთს.
ამ საზღვრიდან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველა მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები. ამავდროულად. არა ევროპის ხარჯზე, არა ევროატლანტიკური სივრცის ხარჯზე. არამედ ისიც უნდა გავაკეთოთ სწორი გზით ვიაროთ, ამავდროულად ყველა მეზობელთან მქონდეს ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობები. აი ეს უნდა მოვახერხოთ. ეს არის ხელისუფლება. ძალიან ხშირად როდესაც ამას ვამბობ, მეკითხებიან ისიც და ესეც გამორიცხულია, არ არის გამორიცხული. ორივე შესაძლებელია გონიერი პოლიტიკის შემთხვევაში. აი, აქ იყო რაღაც ისეთი ნათქვამი, რომელიც საინტერესოა და საფიქრებელია. რას ნიშნავდა ეს ნათქვამი? ან როგორ შეიძლებოდა ამ ორი ორიენტაციის ისე შეთავსება ერთმანეთთან, რომ ერთმანეთი არ დაეზიანებინა. თუ კი საქართველოს შევიდოდა იმ სამხედრო ბლოკში, რომელიც პირველ რიგში მოწადინებულია რუსეთის სამტროდ და რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში რუსეთთან კარგი და ნორმალური ურთიერთობა, როგორც ბრძანებდა ბატონი ივანიშვილი, როგორ გამოვიდოდა. რთული საკითხი იყო ეს, უთულესი საკითხი იყო, მაგრამ მნიშვნელობას სხვა რამეს უნდა მივანიჭოთ ეს. მან ხომ დასვა ეს საკითხი, ხომ წამოსწია საკითხი რუსეთთან ურთიერთობისა, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობის. წამოსწია იქვე. დიდი ხნის წინ ეს როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინდელი ჩანაწერი გახლავთ. და ეს იმას ნიშნავს, რომ ის უყურადღებოდა არტოვებდა ამ მიმართულებას. მაშინ მას ღია კარტით თამაში არ შეეძლო. არც დღეს შეუძლია სხვათა შორის. დღესაც საქართველოს მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მმართველი პარტია არის მძევალი სიტუაციისა, რომელიც არის შექმნილი. ეს სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. ეს სიტუაცია იქ არ არის გარკვეული. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თვითონ არა აქვს ამ სახელმწიფოებს გარკვეული. არავინ იცის რა გავლენის სფერო შეხვდება რუსეთს. ახლა ხომ გადანაწილების პროცესი მიდის. რა გავლენის სფერო შეხვდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორი იქნება ურთიერთობა კავკასიაში, ამიერკავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეგიონებში. ეს ჯერ გარკვეული არ არის და ამიტომ ღია კარტით თამაში ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორც არის საქართველო, მაშინ კი არა, დღესაც არ შეუძლია. მაგრამ ივანიშვილმა თითქოს ერთგვარი მინიშნება გააკეთა იქითკენ, რომ ჩვენ კი ბატონო დასავლეთისკენ მივდივართ, ეს არის ჩვენი ორიენტაცია, გაცხადებული კურსი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს მეორე მიმართულება, ზესახელმწიფო, მისი ინტერესები, მისი პოზიციები. აი ეს რა კითხვა, ეს მაძლევს იმ იმედის გამოთქმის საშუალებას, რომ როდესაც საქმეზე მიდგება და ეს ალბათ მალე მოხდება. მალე მოხდება გარკვევა იმისა, თუ ვინ საით წავა. აი ამ შემთხვევისთვის იმედს მაძლევს ეს ნათქვამი იმისა, რომ ის ობიექტური რეალობა, რომელიც დიდი გეოპოლიტიკის თვალსაწიერზე წარმოიქმნება, არ დარჩება შეუმჩნეველი საქართველოს, არ დარჩება ყურადღების მიღმა. და არ დარჩება ისეთი ბრმა აკვიატებული სიარული დასავლეთისკენ დღის წესრიგში. როგორც ეს ჰქონდა თქვათ იგივე გამსახურდია სავის დროზე, იგივე შევარდნაძეს, თქვენ წარმოიდგინეთ კომუნისტური პარტიის გაზრდილს და კომუნისტური პარტიის ლიდერს საქართველოში და შემდეგ კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს. აკვიატებული, ამოჩემებული მიმართულება დასავლეთისა. აი ეს ასე არ იქნება, ამის იმედს ვიტოვებ, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება ხვალდაზე. ეს უკვე მომავლის საქმეა. ახლა როგორც გითხარით, აგვისტოს თემა დღეს, აგვისტოს ომის თემა აქტუალურია, იმიტომ რომ დღეს 8 აგვისტოა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 08/08/08 ეს არის ის თარიღი, როდესაც ომი დაიწყო, თუმცა ეს ასე არ არის. თარიღი სხვა არის. თარიღი არის 7 აგვისტო, როდესაც სააკაშვილი მისი არმიით შეიჭრა ცხინვალში და ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ცხინვალს. ეს არის ომის დაწყების თარიღი. მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ აი ამ 15-17 წლიან მონაკვეთში ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ თარიღი მაინც კონდეს დაზუსტებული, არათუ სხვა რამე. ამიტომ
როდესაც თარიღიც კი საგამათოა, რა თქმა უნდა, სხვა რამ გაცილებით უფრო საგამათოა და ბევრი რამ არეულია, დარეულია, ვით დაიწყო ომი, როგორ დაიწყო ომი, რა მოხდა, ვინ არის დამნაშავე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მსჯელობის შესწავლის საგანი კი არ არის, ეს ყველაფერი არის სპეკულაციის თემა და საგანი. ამაზე სპეკულირებენ და ყველა ცდილობს, რომ მისი პოლიტიკური მიზან დასახულობა, მისი პოლიტიკური განზრახვა, როგორმე მოარგოს ამ ამბავს და თავისი გაიტანოს და თავისი ჭეშმარიტება, ასე ვთქვათ, სრულ ჭეშმარიტებად წარმოადგინოს ხალხის გარეშე. აი ასეთი სპეკულაციები მიდის. ომი ვინ დაიწყო? ეს ხომ დღემდე ვერ გავარკვიეთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მოხდა სასწაული და აი საქართველოს მთავრობამ როგორც იქნა დაადგინა თურმე ვინ დაიწყო ომი. აგენტურამ ჯაშუშებმა საქართველოში მიიღეს დაკვეთა ომის დაწყების თაობაზე, რომელიც 2 დღეში წააგეს. შვიდში ღამე დაიწყო артиллერიით შეტევა, გახსოვთ თქვენ 8 აგვისტო ყველა არქივი წაშლილია. იმედი რუსთავიორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინდელი ყველა არქივი, უწყვეტი არქივი არ არსებობს. რატო, რა ქონდათ ასამალი? მათ ხელში იყო ყველა ტელევიზია, ხო? უწყვეტი არქივი არსად არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა დღეები, უწყვეტი არქივი აბსოლუტურად ყველა დღის, რაც შეეხება 7, 8, 9 აგვისტოს, 7-8 აგვისტოს პირველ რიგში, უწყვეტი არქივი არის ყველგან წაშლილი. რატო დამალეს? იმიტომ რა ხდებოდა? 7-ში გამოგვიცხადეს დიდი სამით, რომ კონსტიტუციური წყობილების აღდგენას აპირებდნენ და 8-ში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ აქ ვიტევენ და თავს ვიცავთ. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა უცბად შემოვიდა რაღაცა უცხო ჯარი, რუსეთის ჯარი, საქართველოს ტერიტორიაზე და შენ ამ დროს განცხადებებს აკეთებ, რომ მე ეს სოფელი ავიღე, მე ეს სოფელი ავიღე, როკის გვირაბისკენ მივდივარ, ამას აკეთებ? შენ ხო ამბობ, რომ მე თავს დამესხნე და თავს ვიცავ. აქ საუბარი რაზე იყო? მთელი დღე 7-ში გამოგვიცხადეს კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და 8-ში მთელი დღე სანამ მე გამოვიდოდა მედვედევი და დაანონსებდა, ასე ვთქვათ, ოპერაციის დაწყებას, მთელი დღე მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს სოფელი ავიღეთ, ის სოფელი ავიღეთ, ცხინვალში შევედით, რუკის გვირაბისკენ მივდივართ, ეს ხო ხელის გულზე დევს. აბსოლუტურად გამართული ლოგიკური მსჯელობაა და არა მარტო ლოგიკური მსჯელობა, არამედ ფაქტებით წარმოდგენილი და გამდიდრებული. აქ არ არის ფაქტები მოტანილი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არსებობს ფაქტები, რომელიც ამ ნათქვამს ადასტურებს. მე მინდა მიულოცო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ სულ რაღაც 17 წელიწადში ისინი მივიდნენ ამ ლოგიკურ დასკვნამდე. მაგრამ მე ხომ ამას 2008 წლის 8 აგვისტოდან მოყოლებული გეუბნებოდით. 17 წელიწადი მე ამას გეუბნებოდით. მე ამის შესახებ ვწერდი, ტომები მაქვს დაწერილი. მე ამის შესახებ ათობით სატელევიზიო გადაცემა მაქვს მომზადებული, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა. მაგრამ თქვენ ამას არ ეთანხმებოდით. თქვენ ამბობდით, რომ ეს დანაშაულია. ასეთი განცხადების გაკეთება არის დანაშაული და მარტო მე კი არ მithვლიდით ამას დანაშაულად, თვითონ სააკაშვილს და მის გუნდსაც დანაშაულად უთვლით. აი მაგალითად შარშანდელი განცხადება იგივე ბატონ კობახიძის. რაც შეეხება თვითონ ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების აქციის და შემდეგ, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ნაცმოძრაობას, კერძოდ ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება ნაცმოძრაობის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად ამ საკითხის გარშემო წარმართა, ხო ის ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი. ანუ ნაცმოძრაობის და მათი პრეზიდენტის პოზიცია არის შეჯერებული ამასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს ის, რომ თავად დაიწყეს ომი. მაგრამ თქვენც არ განაცხადეთ ახლა იგივე? რაც თქვენ განაცხადეთ ახლა, იგივე თუ თქვენზე ადრე განაცხადა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. რატომ არის ის შეცდომა და დანაშაული და რატომ არ არის თქვენი დღევანდელი განცხადება შეცდომა და დანაშაული? ანუ თქვენ თუ იმის თქმა გსურთ, რომ სიმართლე ყოველთვის არ შეიძლება ითქვას, ეს არ არის სწორი მიდგომა. სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას.
აი სიცრუე არ უნდა ითქვას ყოველთვის კი არა, არასოდეს. სიცრუე არ უნდა ითქვას, სიმართლე უნდა ითქვას. ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება, სახარების ჭეშმარიტება და ელემენტარული ზნეობის ჭეშმარიტება. ასე უნდა მოიქცეს ადამიანი ყოველთვის. სხვათა შორის ფრანგი განმანათლებელები ამბობდნენ თავის დროზე, როდესაც არ იცი რა თქვა, თქვი სიმართლე. მე უფრო შორს დავიდოდი და ვიტყოდი, როდესაც იცი რა თქვა და ის არის შენთვის სასარგებლო, მაგრამ ის არ შეესაბამება სიმართლეს, აი ის არ უნდა თქვა. ყველა შემთხვევაში უნდა თქვა სიმართლე. მე მაინც გილოცავ თქვენ, რომ მიხვედით ამ სიმართლემდე და მე მგონია, რომ ეს რაღაცნაირი დასაწყისი ალბათ ახალი ეტაპისა საქართველოს ცხოვრებაში. სხვათა შორის, მარტო თქვენ არ ამბობდით იმას, რომ აი ომის დაწყება საკუთარ თავზე რომ აიღეს, ხელი რომ მოაწერეს რეზოლუციას სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, ამით დიდი დანაშაული ჩაიდინეს. სხვების თქვენი გუნდის წარმომადგენლები. აი მაგალითად ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი. თქვენმა მოღალატე ბელადებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას და მხარი დაუჭირეს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით ესკალაცია ახალ სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა. რა მერე? ასე არ იყო? ასე არ მოხდა? ასე არ წერია ევროპის გამოკვლევაში? ტალიავინის გამოკვლევა რომ ჩატარდა და ქალბატონმა ჰაიდი ტალიავინმა ხელი რომ მოაწერა, ეს არ წერია იქ და ამას არ გეუბნებოდით ჩვენს გონიერი ქართველები? ამას ამდენი ხნის განმავლობაში რა აღმოაჩინეთ ამ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ერთხელ მაინც თუ თქვეს სიმართლე ცხოვრებაში, რაღა მაინც და მაინც მაგ სიმართლის გამო უნდა ჩაწეხლოთ. სიმართლე თქვეს და სიმართლეს მოაწერეს ხელი. თვითონ დაიწყეს ომი, თვითონ გაყვეს თავი ამ პროვოკაციაში, თვითონ დაღუპეს საქართველოს და თვითონ მიიყვანეს სამნაწილად დაშლამდე. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით, რამდენიც არ უნდა ვმალოთ. არ შეიძლება ამის დამალვა. თელმა მსოფლიომ რაც იცის იმის დამალვას, რომ ცდილობს ვინმე, უკვე სასაცილო მდგომარეობაში იყენებს თავს და ასე არ უნდა მოგსვლოდათ, მაგრამ მოგივიდათ და ახლა როგორც ჩანს აპირებთ ამის გამოსწორებას, მაგრამ აი ამ პოზიციამ თქვენ რა პოზიციაც გეკავათ ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოიწვია ის, რომ ფაშისტური ხროვა, ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის გუნდი. აი დღემდე ამის გამო გიკიჟინებ და აი ერთ-ერთი მათგანი დღესაც რას გაკივის. 2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ყავს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმდროინდელ უმაღლეს მთავარსაუბნელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯის, იმიტომ რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს. ესე იგი, ომის დაწყებასო, ვინც აბრალებსო, ქართულ სახელმწიფოს და სააკაშვილსო და უმაღლეს მთავარსარდალსო, რომელმაცო ქვეყანა არ ჩააბარა მტერსო. აი იმასო, ვინცო კრიჭაში უდგასო და იმას, ვინც აკრიტიკებსო, მოსთქვამს ეს ქალბატონი და ჩვენ ხომ ეხლა ვნახეთ მედვედევის განცხადება, რომელიც შესაძლებელია არ მოგწონს, რომელიც შესაძლებელია მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, ხო? ჩვენ რამდენიც არ უნდა ვკითხოთ მედვედევი, რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი, რუსული შოვინიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამით რეალობა ხომ არ იცვლება. აი ამ კაცმა ხომ სააკაშვილმა ხომ მიიყვანა ქვეყანა ამ შედეგამდე. ეს შედეგი ხომ დადგა. კი ბატონო, ცუდია რუსეთი, ბოროტია რუსეთი, მტერია რუსეთი, ოკუპანტია რუსეთი. ყველაფერი ნებისმიერი სიტყვა მივიღოთ როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ შედეგი როგორია ჩვენთვის? შედეგი ხომ არის დამანგრეველი. ამ შედეგამდე ხომ არ უნდა მიიყვანო ქვეყანა, სახელმწიფო, ხალხი. და როცა ამას მიიღებ შედეგად, მაშინ უნდა დასვა საკითხი, ან შენ თვითონ, ან ქვეყანამ უნდა დასვა საკითხი.
იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორია შენი მოღვაწეობა, რამდენად სწორი იყო შენი მოღვაწეობა. ეს ელემენტარული ამბავია, უბრალო ამბავია, მაგრამ საქართველოში ელემენტარული ამბავი, ელემენტარული ჭეშმარიტება ძალიან ძნელი გასატანია. იმიტომ რომ ისე აუბნიეს თავგზა ხალხს, რომ უკვე აღარ იცის ადამიანმა სიმართლის თქმას ჯობს თუ სიცრუის თქმას ჯობს. ელემენტარულია, ხომ? რომელიც ჯობს, მაგრამ არ იცის, იმიტომ რომ ეუბნებიან შენ სიმართლეს თუ ამბობ, შენი ქვეყნისთვის, შენი სამშობლოსთვის ამით ზიანი მოგაქვს. აბსურდს ეუბნებიან, მაგრამ ეუბნებიან და გაუთავებლად უმეორებენ ამ აბსურდს და ისიც იჯერებს საწოდავი და ადგას იმ გზას, რასაც ქვია სიცრუის ტირაჟირების გზა. ამ ქალბატონმა ხომ ბრძანა ეხლა, რომ ომის დაწყებას აბრალებენ სააკაშვილს. აი, საწოდაობაა პირდაპირ ხომ, რაც არ გაუკეთებია, გულშიც რომ არ გაუვლია სააკაშვილს. აი, იმას აბრალებენ თურმე. ახლა თვითონ სააკაშვილს ვკითხოთ, აბა, ასეა? მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხედრო საერთოდ, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ რომ ნორმალური საზოგადოება ვიყოთ და ნორმალური ადამიანები ვიყოთ. რა არის აქ შესასწავლი გამოსაკვლევი, დასაჯერებელი, დაუჯერებელი, აი რა პრობლემა სად არის? ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი ღია, ყველაფერი ხელის გულზე დევს და სააშკარაოზეა, დღის სინათლეზეა გამოტანილი. აბა რა გინდათ, რა ვერ დაიჯერეთ და რა ვერ გაიგეთ, გამაგებინეთ ერთი. რაღაც საოცრება გჭირს ქართველებს, ხო? სასწაული გჭირს, დაუჯერებელი ამბავი გჭირს და რატომ გჭირს ეს ამბავი? რა მოგვივიდა? რაშია საქმე? რა გვემართება? ისე აგვერია გონება ჩვენ თვითონ თუ დაგვეხმარნენ გარედან. სხვებმა წააშველეს ხელი ამ საქმეს, რომ გონება აგვრეოდა და გამოვფიტულიყავით და გამოვსულელებულიყავით. კი, ასე მოხდა ნამდვილად და ვინ არიან ეს ადამიანები? მე რომ არ თქვა, მოდით მოусმინოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ პაპუაშვილს. ფიქრობ, რომ დაზვერეს რომ სამსახურის ხელმძღვანელმა მოქცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ deep state-ის პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი. აი, ვინც კი ახსენებს რუსული, პრორუსული, არარუსული, აი ეს არის ტესტი. როგორც კი მოსახლეობა, როგორც კი ამ სიტყვას გაიგებთ, იქვე ეჭვი აიღეთ, რომ ეს ადამიანი არის ან deep state-ის პროპაგანდის აგენტი, ან სასარგებლო იდიოტი, რომელიც აი ამ პროპაგანდას ავრცელებს. ყველაფერში გათანხმებით, ბატონო შალვა, ვერ დაგეთანხმებით ერთ სიტყვაში. სასარგებლო იდიოტი. მე მესმის თქვენ რასაც გულისხმობთ, იმათთვის, სხვებისთვის სასარგებლოს, მაგრამ სიტყვა სასარგებლო, აი ამათ არ ესადაგება არანაირად. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა თქვათ მავნებელი იდიოტი, თახსირი იდიოტი, ბინძური იდიოტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, ესენი არიან ესენი. ამ წლების განმავლობაში რუსეთი, რუსეთმა, რუსეთს, რუსეთის და ასე შემდეგ ყველა ბრუნვაში, ვინც გაიძახო და ვინც ყველგან აგენტებს დაეძებდა და გახსოვთ თქვენ ალბათ საიდან დაიწყო ეს აგენტომანია საქართველოში. დიახ, იქიდან, ეროვნული მოძრაობიდან. ამერიკული პროექტი იყო ესეც. ცერეუს მიერ დამუშავებული პროექტი იყო შემოგდებული და დარბოდა გამსახურდია და ყველას, ვინც არ მოეწონებოდა, ვინც ოდნავ განსხვავებულ შეხედულებას, აზრს, მისგან განსხვავებულს გამოთქვამდა კრემლის აგენტს, სუკის აგენტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეძახოდა. სასამართლო განხილვა მოუწყვეს მისმა კოლეგებმა. სასამართლო განხილვა იმის გამო, რომ შენ ყველას განურჩევლად გაქვს თუ არა რამე საბუთი და სამხილი ეძახი აგენტს. თვითონ სასამართლო პროცესზე კიდევ კარგი კამერა იყო და იწერებოდა ეს ყველაფერი. სასამართლო პროცესზე გაბრაზებულმა
უყვირა თავის ერთ-ერთ კოლეგას, დისიდენტს, ეროვნული მოძრაობის წევრს, რომ შენ ხარ სუკის აგენტი, კრემლის აგენტი და ამას მე პირდაპირ აი კამერის დასწრებით გეუბნებიო. ასეთი იყო ეს დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი, დემოკრატიული პროცესებისადმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დემოკრატიით მოდიოდნენ. დემოკრატიას გახვიროდნენ. ისევე როგორც დღემდე. აი ეს გათახსირებული ეს უბინძურესი ლიბერალები დღედაღამე დემოკრატიას გახვირიან და პირზე აკერიათ. მაგრამ ერთ განსხვავებულ შეხედულებას ვერ იტანენ და არიან პირწმინდა მოძალადეები. არიან ისეთი სასტიკები განსხვავებული აზრის მიმართ, რომ ნებისმიერ დიქტატორს შეშურდება. ასეთი ამათი ბუნება და ეს არის გამოსააშკარავებელი და ბატონმა პაპუაშვილმა აბსოლუტურად სწორი თქვა. ტესტი არის ეს ერთგვარი. რუსეთუმე ხარ, პრორუსი ხარ, ესა ხარ, ისა ხარ, ვინც იძახის. აი ის არის უკვე გამოვლენილი. როგორც deep state-ის წარმომადგენელი ახლა იძახიან, მაგრამ ეს deep state-იც რაღაცა ისეთი სიტყვა, რომელსაც ამოეფარნენ, თორემ სინამდვილეში სხვა არაფერი ეს თუ არა ამერიკული ცხოვრების წესი. თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, სხვა სახელმწიფოებისადმი. უბინძურესი და უერაგესი, მაგრამ კი ბატონო დავარქვათ deep state-ი ამას და აი ამ deep state-ის წარმომადგენლები არიან. მართალია, მათი წარმომადგენლები არიან აგენტურა, დასავლეთის აგენტურა. სხვათა შორის ამავე აზრს იზიარებს საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი. ვინც კი დღეს ამ რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს სოციალურ ქსელში, გინდა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, აქტივისტები ვინც არიან, იქ პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები და შემდეგ. ყველა არის დამოკიდებული გარე ძალებთან. ყველას აქვს შეხება გარე აქტორთან. ან დაფინანსებით, ან არის იდეოლოგიით, ან ასე ვთქვა, პირდაპირი კავშირით და შემდეგ. ყველა ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც არის დამოუკიდებლად, აი საქართველოს წიაღიდან, საქართველოს ასე ვთქვა, რაღაცა მოთხოვნებიდან გაჩენილი, რომ შექმნა რაღაც ორგანიზაცია, დაინახა პრობლემები და ამით, ასე ვთქვათ, ოპონირებს საკუთარ ხელისუფლებასთან. რამდენჯერმე გაიმეორა პრეზიდენტმა სიტყვა ყველა, დიახ, ყველა, უკლებლივ, გამონაკლისის გარეშე. არიან დაკავშირებული ფინანსებით, დავალებით, ბინძური წარსულით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გარე სამყაროსთან. დასავლეთის აგენტურა. აი, დასავლეთის მეხუთე კოლონა, ვინც არის ის, ვისაც სურს საქართველოში ყველაზე დიდი უბედურების მოტანა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორი რამ: სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოს ჩართვა ომში რუსეთთან. ანუ საქართველოს უკრაინიზაცია. აი, ეს ადამიანები არიან ესენი და ამის დანახვა დღეს თქვენ თუ გიჭირთ ჩემო ძვირფასო ქართველებო, მაშინ მე ცოტა გამიჭირდება თქვენი გონებრივი პოტენციალი შეფასება. იმიტომ რომ არაფერი არ არის აქ დაფარული, არაფერი არ არის ძნელად გამოსაცნობი, არაფერი არ არის ისეთი, რომლის ამოხსნა ელემენტარულად არ შეიძლება. ამიტომ ეს არ უნდა გაგიჭირდეთ. კიდევ ვინ არიან ისინი, ვინც აი გონებას ურევენ ქართველ ხალხს და ქმნიან რაღაცა გასაოცარ სიტუაციებს. მე მინდა ერთი ვიდეო მასალა წარმოგიდგინოთ, შედარებით ვრცელი. არა, ისე ვრცელი კი არა რომ შეგეშინდეთ. შედარებით ვრცელი, იმიტომ რომ მე მოკლე ვიდეო მასალებით ვარ ხოლმე წარმოდგენილი თქვენს წინაშე, ეს უფრო ადვილად აღსაქმელი და ადვილად გასაგებია, მაგრამ აქ შედარებით ვრცელ ვიდეო მასალას შემოგთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცევიან ჩვენი ჟურნალისტები. როგორია მათი მუშაობის სტილისტიკა, მეთოდი, ფორმები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ყველაფერი ნათელია. აი ახლა ვნახოთ პრემიერ-მინისტრი კობახიძე, თემა LGBT და დააგვირდით ჟურნალისტებს და მათ საქციელს. თითქმის არ დარჩა
ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც კანონით არ არის დაშვებული სქესის შესახებ ჩანაწერი შეცვლა. ეს ნიშნავს რას, რომ ეს არის გარდაუვალი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვისაც, თუ ჩვენ პრინციპულად არ დავიცვალთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ერთსქესიანი ქორწინება. ნებისმიერ კანონს აქვს არამხოლოდ პოსტფაქტუმ მოქმედების ეფექტი, არამედ პრევენციული ეფექტიც. ეს კანონი გათვლილია პრევენციაზე. შეიძლება როდესაც კანონი მიიღება პრევენციაზე, ანუ არა, ხოლმე არ მოგვინდეს. ხოლმე შეიძლება ზუსტად ასევე დააყენოს ევროპულმა ბიუროკრატიამ მოთხოვნად ასეთი საკითხი. და იქაც გამოდის რომ ანუ ამ კანონის ის უფლებაც ისედაც შეზღუდული მქონდა. ანუ მე არც ამ დრომდე შემეძლო სქესის შესაძლებლობის მიმართა შესაბამისი ორგანოებისთვის. კანონი დარეგულირდა საკითხი, რომელიც არ იყო დარეგულირებული კანონის დონეზე. არა, კანონი არც ამ დრომდე უშვებდა ასეთ მოქმედებას და ახლა დაუშვებს. სხვა რამეს გეუბნებით, კანონით არ იყო დარეგულირებული საკითხი. შესაძლებელი იყო მისულიყავი და განსხვავებული სქესის აღნიშვნა მომხდარა. განსხვავება არ არის, კანონი ზღუდავს თუ არ ზღუდავს ასეთ რამეს. არ არის განსხვავება. კანონი კაფიოდ რაღაცის კაფიოდ გაწერა კანონით არის სხვა რამე და რაღაცის ირიბა დარეგულირება არის სხვა რამე. ჩვენი ამოცანა იყო, თუ პრობლემა არ არის ეს. ნახეთ რა შეასაქმე. რატო ითხოვენ ამ პუნქტის გაუქმებას? თუ ამაში არ ხედავს, თუ რომელს აბა ერთი მითხარით და გავარჩიოთ. ერთი მითხარით. არა, ერთი მითხარით. თქვენ უკვე თქვით, არა, თქვენ უკვე თქვით, რომ არის არაერთი პრობლემური ჩანაწერი. ერთი მითხარით გავარჩიოთ. არა, კაცო, ხო, პრეტენზია ხო გაქვთ, რომ ეს კანონი არ მოგცემთ. ერთზე ამის უთქით, გიპასუხეთ სხვა პუნქტი მითხარით, რომელიც არა, კაცო, თქვენ, აი სხვა მითხარით მაშინ, რომელი ერთი პუნქტი ამ კანონში, რომელიც არის ცუდი, რომელიც არის ხიხია. ამიტომ ნერვები მოგეშალათ? ესე იგი ყველაფერი რიგზეა. სწორედ იმიტომ შევარჩიე სიუჟეტი, რომ ცოტა დაძაბულიყავით და ნერვები მოგშლოდათ. არ შეიძლება ნერვები არ მოეშალოს ადამიანს ამ ინდაურების საქციელზე. ხაზგასმით ვამბობ ამ სიტყვას, ამ ცალტვინა ინდაურების საქციელზე, ვისაც დღეს საქართველოში ჟურნალისტი და ჟურნალისტები ქვია. ეს არის რაღაცა საშინელი კასტა, უწიგნურობის, გაუნათლებლობის, უვიცობის და თავხედობის რაღაცა თაიგული, გასაოცარი თაიგული. ალბათ გაინტერესებთ, სად იზრდებიან და ვინ ზრდის მათ? ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ჩვენ გვიხარია ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან ციხეში 70 ადამიანი. თავისუფლება მათ და თავისუფლება ჟურნალისტიკის პროფესიის სინდის მზია ამაღლობელს. მადლობა თქვენ მიდიხართ პროფესიონალები, მაღალი დონის ცოდნით, ძალიან სერიოზული უნარებით და სხვათა შორის ძალიან მაღალი კულტურით, ზრდილობით და IQ-ით. გილოცავთ. აი ეს ჯოჯოხეთის მაშხალა. აი ეს ქალი ზრდის თურმე ჟურნალისტებს სადღაც რომელიღაც უნივერსიტეტში. ვიღაცამ უნივერსიტეტი დააარსა. მისი თანხები ან მოიპარა, ან მოიძია, ან იშოვა, ან ისესხა, რაღაცა ქნა. და უნივერსიტეტი აქვს და ჟურნალისტებს მამამთავრად მოუყვანა ეს როგორც ვთქვი ჯოჯოხეთის მაშხალა. ეს არ არის ტრაგედია და პარალელურად კომედიაც. რა თქმა უნდა, აი ამნაირი ადამიანების გამოზრდილები არიან ისინი, ვისაც დღეს ჟურნალისტები ქვიათ და ვინც ყოველდღიურად ისევე გიშლიან თქვენ ნერვებს 1000-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე მე მოგიშალეთ ახლა იმ პატარა სიუჟეტით. აი, რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა იმ კომისიამ, რომელიც სწავლობდა სააკაშვილის და მისი ხროვის საგმირო წინწკლებში საქმეებს, იმ კომისიამ მუშაობა დაამთავრა.
საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობისთვის პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენად უნდა იქცეს მზადაა. 420 გვერდიანი დოკუმენტი აერთიანებს ფაქტებს და ქმედებებს, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება 2003 წლიდან დღემდე ჩადიოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა სასჯელახსრულების დაწესებულებაში, მკვლელობა და ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ, ქონებრივი უფლებების დარღვევა, ბიზნესის რეკეტი, მედიის ტერორი, პირადი ცხოვრების შანტაჟი და აგვისტოს ომი. ეს ის საკითხებია, რომელთა მიხედვითაც კომისია ნაციონალურ მოძრაობას მძიმე დანაშაულებში ამხელს. ეს არის ის დოკუმენტი, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. 46-ის ხდომა, 139 გამოკითხული, 775 განცხადება და 1 გასვლითის ხდომა. საგამოძიებო კომისიის ანგარიშზეა ზუსტად 6 თვიანი ყოველდღიური მუშაობა. შედეგი კი კომისიისთვის საუკეთესო მასალა არა მხოლოდ წარსულის შესაფასებლად, არამედ პრევენციისთვის, რომ იგივეს გამეორება ვერავინ შეძლოს. დასკვნა მხოლოდ პოლიტიკური декларация არაა, ის მტკიცებულებებს და ფაქტებს ეფუძნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის სამართლებრივ საქმეს საფუძვლად დაედება. იმედია, რომ კომისიის ეს უზარმაზარი ნამუშევარი მთელი ამ ხნის განმავლობაში მართლაც დაედება საფუძვლად იმას, რომ ეს ბოროტების ბუდე, ეს ფაშისტური ხროვა, ნაციონალური მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ იყოს აკრძალული საქართველოში, რომ მათი ჭაჭანება აღარ იყოს ამ ქვეყანაზე. იმედია, რომ ამას დაედება საფუძვლად, მაგრამ ამ იმედს აკარწყლებს ერთგვარად აკარწყლებს ის დამოკიდებულება და ის პათოსი, რომელიც ამ მოძრაობის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვს რჩეული. აი თავხედობის კიდევ ერთი მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ და კიდევ ერთი ჯოჯოხეთის მაშხალა მინდა წარმოგიდგინოთ. თითოეული წევრი ღალატის კომისიის აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე. ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ დიახ შვიდობიანი რევოლუცია. აი გითხარით თავხედობა მეთქი არა დაფიქრება, არა ოდნავი დაეჭვება იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც ხომ არ ვაშავებდით. მართლაც ხომ არ ჩავდიოდით ისეთ რამეს, რის გამოც შესაძლებელია ქართველმა ხალხმა ჩვენ ის განაჩენი გამოგვიტანოს, რომ ჩვენი პარტია როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია ერთხელ და სამუდამოდ დაიკრძალოსო. არავითარი ამის მსგავსი აზრის გაჭაჭანება მათ დავებში, არამედ აი ეს თავხედობა, ეს ტუტუცობა და ეს უზრდელობა, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ. ეს სიგიჟე, ფსიქიატრია, ნამდვილი თავისი კლინიკით და გამოვლინებით. და რა კი სიგიჟეზე ჩამოვარდა საუბარი, მოდით აქ ოდნავ ამოვისუნთქოთ ფსიქიატრიის რენტგენი. დღეს მინდა მამათა და შვილთა ერთგვარი დაპირისპირება წარმოგიდგინოთ. ეს გახლავთ ბუღაძე უმცროსი. ჩვენი საზოგადოების პრობლემაა არაადეკვატური რეაქცია და არაადეკვატური ფასეულობები, მათ შორის, როდესაც აშკარა დამქაშებს რეჟიმის, შემდეგ ვიღებთ რატომღაც ნორმალურ წევრებად და პირიქით ვიხმარებთ კიდევ საერთოდ მეცაც ვიტყვი. ეს კაცი ლაპარაკობს რეჟიმის დამქაშებზე. რაც საერთოდ მართლაც ცუდი მოვლენა გახლავთ, მაგრამ თვითონ არის პირველ რიგში რეჟიმის დამქაში. თვითონ არის სააკაშვილის ფაშისტური ხროვის წევრი და დამქაში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ეხლა ვნახოთ, როგორი იყო ბუღაძე უფროსის პოზიცია სააკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებით. ხედავთ რა ტრიალებს, ქარბორბალა ტრიალებს. რა ქვია ამ ქარბორბალას?
მიხეილ სააკაშვილი ქვია ამას. მიშა ქვია ამ ქარბორბალას, ეს ცუნამია, რომელიც წალეკავს ამ სიფინძურეს. ცუნამი არის ის, რაც დაგემართათ შენ და შენ შვილს. აი უგუნურების წარღვნა მოდის თქვენი რეგვენი თავებიდან და ეს არის ცუნამი საქართველოში, იმიტომ რომ სამწუხაროდ მარტო არ ახართ. კიდევ სხვა მამაშვილი მინდა წარმოგიდგინოთ. სანიკიძე უმცროსი. ხო იბრიქებოდნენ ამდენი ხანი, დაგამთავრებ. აი, სადაც გინდათ იქ წაიღეთ ისა იურიდიული რეგისტრაცია. სოზარ სუბარის გადასაწერი რა არის ამ ქვეყანაში? აი, ვინ არის ეს კაცი? ვარდების ევოლუციის რევიზირება რო დაიწყო და მიხეილ სააკაშვილზე რო ხმას იღებს. აი, პირწავარდნილი ნაცი სააკაშვილის პირწავარდნილი დამცველი და იმ რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თავადაც დამნაშავე. ახლა ვნახოთ სანიკიძე უფროსი იმავე სააკაშვილთან დაკავშირებით. რას გასმევს ყოვლის მსმელი და ყოვლის მჭამელი სააკაშვილი, რომ ადამიანის სახე დაკარგეთ. ხედავთ ხომ? მამა თადაშვილთა ბრძოლა რა სახეს და რა ფორმას იძენს საქართველოში აი ამ იდიოტების ხელში ჩვენ და სამწუხაროდ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ხაბეიშვილი ერთი საინტერესო განცხადებით. ჰალსტუხიანი ბიძინა ივანიშვილის ფოტო მოაშორეთ შემithხოვნა ტელევიზიებს რა. რაღაცნაირად მისი შინაარსის ფოტო უნდა აჩვენოთ საზოგადოებას, რომ ვიღაცას მართლა შავარკოსტუმიანი დალაგებული კაცი გონია. არ არის დალაგებული კაცი. აი კაცი გამოდის წინადადებით, რომ ტელევიზიებს მიმართავს როგორც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ წარმოადგინოთ ჰალსტუხიანი ფოტოთი, იმიტომ რომ დალაგებული ჩანსო ასეთ შემთხვევაში და ის ხომ დალაგებული არ არისო. თვითონ დალაგებულია და დალაგებულად ლაპარაკობს და იქცევა ხოლმე საზოგადოებაში თუ პოლიტიკურ სარბიელს. აი ხომ ნახოთ ამ დალაგებული კაცის სხვა ნათქვამი. ანამ პირში სული მიდგას, ამა დედას უტირებ. პირდაპირ გეუნები დედას უტირებ. ხო იძახის ისა ზარკუა, რომ აი ამას ვიზავთ. ვინ ვის უტირებს დედას, მაგას განახებთ. ღმერთი ჩვენს მხარესაა, სამართალი ჩვენს მხარესაა. პატრიოტები ჩვენო ვართ. ეს ბოდიში და ძუკნები როგორ ლაპარაკობენ პატრიოტიზმი აი მარტო ასეთი დალაგებული კაცი შეგვხვედრიათ სადმე? ასე გამართულად მოსაუბრე. თავისი აზრების ასე დინჯად მომტანი საზოგადოებამდე. აი ეს კაცი სხვაზე ამბობს, რომ ის კაცი დალაგებული არ არის და თქვენ საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგავთ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჟურნალისტიკის კიდევ ერთი ჯოჯოხეთის მაშხალა. საბოლოო ჯამში მე ჩამიტარეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ჩემთვის ისეთი შეურაცხმყოფელი და ისეთი გაუგებარი იყო. ეს სასაცილო იმიტომ არის, რომ ძალიან ხშირად ხვდება ფსიქიატრიის რენტგენში ეს ქალბატონი, იმიტომ რომ ისე იქცევა, რომ პირდაპირ იზიდავს აი ამ რუბრიკას და საუკეთესო მასალაა ამ რუბრიკისათვის. რატომ მოხდა, რატომ ამ დაწესებულებაში, რატომ ჩაუტარეს ეს ფსიქიატრიული დაკვირვება და შესწავლა. აი ვნახოთ მისი ერთ-ერთი გამოსვლა, რომელიც რა თქმა უნდა ნებისმიერს უბიძგებს იქითკენ, რომ ეს ქალი შესასწავლია ფსიქიატრიული თვალსაზრისით. დღეს დავარღვევ ყველანაირ სტანდარტს. აგიდგებათ ერთი დღე. შენ წვერიანო უწვერო, თავსაფრიანო უთავსაფრიანო. როცა რაღაცის თქმა მოგინდება და თქვენ არსად აღარ გეხოლებათ ჟურნალისტი და მედია საშუალება, რომელშიც მიხვალთ და თქვენს თავზე ილაპარაკებთ, თქვენს დარღვეულ უფლებებზე ილაპარაკებთ. მე არ მეპარება ეჭვი, არ მეპარება, ხალხო არ ვიცი, არ მეპარება. ვინმეს ეჭვი გეპარებათ ხალხო ეჭვი? სამწუხაროდ ასეთი არის ეს რეალობა და ფსიქიატრიული მდგომარეობა საქართველოში. საიდანაც მე კაცმა რომ თქვას, წვეთი მომაქვს ოკეანიდან. ფსიქიატრიული პრობლემები იმდენად მძიმეა საქართველოში, რომ ეს ცალკე შესწავლის საგანია და არაერთი რაღაცა კონკრეტული გადაცემა, არამედ
სახელმწიფო აპარატი უნდა სწავლობდეს ამ მდგომარეობას. და ბოლოს დღევანდელ ამ რუბრიკაში პირველ ადგილზე გასული მღვდელი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს სირცხვილია, ეს არის მიუღებელი ქართველი კაცისთვის, რომელი კაცის გათხოვება, ეხლა გათხოვილი კაცი არ ჯობია იმას გებუვაძეს. მართლმადიდებელი მღვდელი გვეუბნება, რომ ვიღაცას ჯობია გათხოვილი კაცი. მართლმადიდებელი მღვდელი. ეთყობა მან არ იცის, რა არის ბიბლიის მიერ გამოცხადებული უმაღლეს ცოდვად. ეთყობა მას არაფერი გაუგია სოდომისა და გომორის შესახებ. ეთყობა ეს კაცი ისე ჩაიკარგა პოლიტიკაში, რომ საერთოდ დაავიწყდა რას წარმოადგენს, ვის წარმოადგენს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, როდესაც რაღაცაზე ნაკლებ ცოდვად წარმოიდგენს გათხოვილი კაცის არსებობას, ანუ უშვებს კაცისა და კაცის ცოლქმრობას, ქალისა და ქალის ცოლქმრობას. აი ეს კაცი ეკლესიისგან უნდა განიკვეთოს. იმიტომ რომ ის თვითონ არის მომაკვდინებელ ცოდვაში შესული ამ თავისი შეხედულებით და ამ თავისი წარმოდგენებით. დიახ, აი ასეთი გახდათ ის, რასაც ქვია ფსიქიატრიის რენტგენი, დღევანდელი გამოშვება ასეთი იყო და ახლა გადავინაცვლოთ საერთაშორისო თემებისკენ. მე მინდა მოგასმენინოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბატონ ვიქტორ ორბანის ერთი განცხადება, რომელიც რაღაცნაირად ეხმიანება იმ თემებს, რის შესახებაც მე დღეს თქვენთან ვსაუბრობ. ეს არის ის თუ როგორია ლიბერალიზმი, როგორია მისი ბუნება და როგორ ტრანსფორმირდა იგი იმად, რაც იმ მის თავდაპირველ დეკლარირებულ ბუნებას აბსოლუტურად ემიჯნება. გერმანიაში Facebook-ზე ან სამსახურში გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოიღებ ხმას და იტყვი, რომ ოჯახის ტრადიციულ მოდელს ემხრობი, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები სამსახურს დაკარგავ. ერთ ჩანს მოგცემენ, რომ აზრი შეიცვალო, შემდეგ კი სამსახურიდან გაგიშვებენ. იმის გათვალისწინებით, რაც ამ ტაბუდადებულ თემაზე ხდება ჩვენგან დასავლეთით, უნგრეთი თავისუფლების კუნძულია. სიტყვა ლიბერალიზმი ადრე თავისუფლებას ნიშნავდა, დღეს კი შეზღუდვას და დევნას ნიშნავს. დღეს ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ლიბერალები კი კონტროლზე და შევიწროვებაზე გადავიდნენ. აი ასეთი გახლავთ ლიბერალების ბუნება, თანამედროვე ლიბერალიზმის ბუნება, რაც არაფრით არ ჩამოუვარდება ფაშიზმს. ეს არის ფაშიზმის ნაირსახეობა, მაგრამ სისასტიკით არ ჩამოუვარდება, სიბინძურით არ ჩამოუვარდება, თავხედობით არ ჩამოუვარდება და ბოროტის რახვებით არ ჩამოუვარდება. ეს არის ტიპიური ფაშიზმი. ახლა რა ხდება საერთოდ საერთაშორისო ვითარება როგორია და ყველაფერი ის, რაც ვილაპარაკეთ საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალკე განსახილველია, მაგრამ თუ მთლიანობაში განვიხილავთ ყველაფერს ერთად, საერთაშორისო მდგომარეობის შესაბამისად და კონტექსტში, ასეთ შემთხვევაში უფრო ჩავწვდები თუ საით მივდივარ და რა არის გასაკეთებელი და რა ამოცანები დგას ქართველი ხალხის წინაშე. საერთაშორისო ვითარების განსაკუთრებული მომენტი ის იყო, რომ როგორც თქვენ იცით, მოსკოვში ჩამოფრინდა ტრამპის პირადი წარმომადგენელი და ეს უკვე არა მარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თემაა, არამედ საერთოდ მსოფლიო დაინტერესების თემაა, იმიტომ რომ სწორედ ამაზე არის დამოკიდებული ის თუ როგორ გაგრძელდება უკრაინის პროცესები, როგორ გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთის პროცესები, როგორ გაგრძელდება დაპირისპირება, რაც სახეზეა ორზე სახელმწიფო შორის, უпростоრად სამზე სახელმწიფო შორის, ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი მყოფს ხედველობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო იქითკენ თუ როდის ჩამოვიდოდა და რა მოყვებოდა შედეგად იმ საუბარს, რომელიც აუცილებლად გაიმართებოდა ტრამპის წარმომადგენელსა და რუსეთის წარმომადგენლობას შორის.
10დღიანი ვადის ამოწურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით და ახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, ოფიციალური ვაშინგტონი უმკაცრესი სანქციებით იმუქრება. მანამდე მოსკოვში შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან. სავარაუდოდ სწორედ სტივ ვიტკოფის ვიზიტის შემდეგ გაირკვევა თუ როგორი იქნება ოფიციალური ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია. თავარი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის პოზიცია. ჩვენ ქვეყანაში საგარეო პოლიტიკას აყალიბებს სახელმწიფოს მეთაური. ცხადია, პუტინის პოზიცია ამ შემთხვევაში არის მთავარი, მაგრამ არა მარტო პუტინის პოზიცია, იმიტომ რომ პუტინის პოზიციას ხვდება სხვა პოზიცია. ხან უპირისპირდება, ხან რაღაცაში ეთანხმება, მაგრამ საბოლოო თანხმობა ორ ზესახელმწიფოს შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ვერც ერთ საკითხზე ვერ არის მიღწეული. ამიტომ ხანდახან ისინი ტელეფონით საუბრობენ ხოლმე და შემდეგ აცხადებენ, რომ ძალიან კარგი საუბარი შედგა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვითარება თანდათანობით იძაბება იქამდეც კი, რომ პუტინმა ბოდიშვილ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მან მისი წყალქვეშა გემები გადაადგილა და უფრო სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილებზე დააყენა. ანუ ეს ყველაფერი რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებას ნიშნავს. მე უკვე გავაკეთე განცხადება და პასუხი არის ის, რომ ისინი განთავსებულია იმ რეგიონში, სადაც უნდა იყვნენ. იქნება სანქციები, მაგრამ მათ აშკარად კარგად გამოსდით სანქციებისთვის თავის არიდება. ასე რომ ნახოთ რა მოხდება. სტივი შესაძლოა რუსეთში მომდევნო კვირას წავიდეს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. მათ მისი ნახვა სურდათ, შეხვედრა სთხოვეს. ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა ამ აბსურდულ ომში, როგორც თქვენ იცით, ჩვენ ძალიან ბევრი ქვეყანა შევაჩერეთ ომისგან და ამ ომსაც როგორმე შევაჩერებთ, ეს მართლაც საშინელი ომია. ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, თქვენ მაგ ომს შეაჩერებთ თუ ვერ შეაჩერებთ, მაგრამ რაც საკითხავი არ არის და რაც ნამდვილია, ის არის, რომ ეგ ომი თქვენ დაიწყეთ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ახლა რამდენიც არ უნდა ალამაზოთ ეს სიტუაცია იმით, რომ ის პრეზიდენტი წავიდა და მე ახალი პრეზიდენტი მოვედიო, ეს არაფერს არ ცვლის. აქ პრეზიდენტი კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიზანმიმართულად თანდათანობით მიდიოდა იქითკენ, რომ ეს პროცესი გახდა გარდაუვალი. უკრაინაში ომის დაწყების მთელი სიმძიმე კისერზე აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობაც ამის გამო უნდა იკისროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ახლა რა თქმა უნდა, ისეთი ვითარებაა, ტრამპი ისე წარმოაჩენს ვითარებას, რომ თვითონ მშვიდობის მყოფელი გამოვიდეს და თვითონ იმაზე მოთქვამს და იმაზე გლოვობს, რომ იქით ამ მხრიდანაც და აქეთ ამ მხრიდანაც ჯარისკაცები იღუპებიან, მსხვერპლი დიდია და ასე შემდეგო, მაგრამ რეალურად ცოტა სხვა ვითარება გვაქვს. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, ის შეხვედრები, ის ძალისხმევა, რომელიც არის ამ მიმართულებით, კი ბატონო, მისასალმებელია, საჭიროა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ ანთავისუფლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. უორდყოფი, რა თქმა უნდა, ჩამოვიდა წარმომადგენელი ტრამპისა, ჩამოვიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს პირადად, ესაუბრა მას, თუმცა ამ საუბრის შინაარსი ჯერჯერობით ნაკლებად არის გახმაურებული, უფრო მეტად ხმაურდება მოლოდინები ერთგვარი, თუ რა შეიძლება მოყვეს და ასე შემდეგ, აი მაგალითად ტრამპი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით, მას შეკითხვა დაუსვეს საინტერესო შეკითხვა, ხომ არ გწდითო პუტინი? ნახოთ პასუხი. A very good prospect that they will. სავარაუდოდ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა გაიმართება. ჯერ ადგილი არ ვიცით, მაგრამ დღეს ძალიან კარგი საუბარი გქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დიდი შანსია, რომ ყველაფერი დავასრულოთ. ეს გზა გრძელი იყო და კვლავ გრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ძალიან მალე შედგება. Continues to be long, but there's a good chance that there will be a meeting very soon. რაკი ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრაზე ალაპარაკდნენ, უორდყოფის და პუტინის შეხვედრაზე დაისვა ეს საკითხი და მოსალოდნელია, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს, თუ რა თქმა უნდა, ტრამპი რაღაც უცნაურობას არ ჩაიდენს, რაც მის განსულაც არ არის გამორიცხული. მაშინ უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა და ეს შეხვედრა რა თქმა უნდა კარგი იქნება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეს საკითხი ასე თუ ისე უნდა წავიდეს ფინალის მიმართულებით. ახლა რაც შეეხება ამ სანქციების ამოქმედებას, 10დღიანი ვადა თუ არ ვხსნები, სწორედ დღეს გასდიოდა ვადა, ამ 10დღიანი ვადა, რომელიც დააწესა
ტრამპმა რუსეთს რომ დაუწესა და პუტინს რომ დაუწესა მისი ჭკუით, მაგრამ ეს ვადაც უკვე უმნიშვნელო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ რა კი იგეგმება შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორის, ესე იგი ეს ვადაც გავიდა და სანქციების ამოქმედებაც, რა თქმა უნდა, გადაიდო. ჯერ ვერ გეტყვით პუტინი მცდის თუ არა, ამის თქმას რამდენიმე კვირაში შევძლებ, შესაძლოა ნაკლებ დროშიც, თუმცა დიდი პროგრესი გვაქვს და როგორც იცით, ინდოეთს 50%-იანი ტარიფი დაუწესეთ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ინდოეთი მეორეა, ჩინეთთან ძალიან ახლოს. არ ვიცი ეს დაკავშირებულია თუ არა მომხდართან, მაგრამ დღეს ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები გქონდა. ტრამპი ერთის მხრივ ცდილობს, რომ პუტინთან ურთიერთობები მოაგვაროს და პროგრესს მიაღწიოს უკრაინის ომთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ ძალიან ბევრს წვალობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს რამე ზიანი მიაყენოს, მან რაღაცა ტარიფები გაზარდა, ინდოეთს გაუზარდა ტარიფები იმის გამო, რომ ინდოეთმა ნაკლები ნავთობი შეისყიდოს რუსეთისგან. და ამითი რუსეთის ხაზინა ასე ვთქვათ გაღარიბდეს, მაგრამ ინდოეთმა ამაზე მტკიცე უარი უთხრა, ასევე მტკიცე უარი მიიღო ჩინეთისგან, ასე რომ ძალიან დაბურდული სიტუაციაა და ჯერჯერობით ვერც ერთი სერიოზული ანალიტიკოსი ვერ იტყვის იმას, რომ ეს ხაზი უკვე ასე განვითარდებაო. არა, ყოველ წუთს შესაძლებელია რაღაცა შეიცვალოს. შეიცვალოს გნებავთ უკეთესობისკენ, გნებავთ უარესობისკენ, მაგრამ რაღაც გამოკვეთილი ხაზი, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე, ასეთი ხაზი ჯერჯერობით არ არსებობს. ახლა აქ არის მესამე მხარე, რა თქმა უნდა, უკრაინა და მისი თვითმარქვია პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ასეთ კომენტარს აკეთებს უორტყოფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. Якраз дорогу від наших бригад тут Сумის ოლქში ჩვენი ბრიგადების მონახულების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. საუბარი პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგა. ჩვენი საერთო პოზიცია პარტნიორებისთვის ნათელია. ომი უნდა დასრულდეს და ეს უნდა იყოს გულწრფელი დასასრული. Вона абсолютно конкретна. На дзвінку були європейські. სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერებიც. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში ითქვა. როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად ფიქრობს დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. მათზე ზეწოლა მუშაობს. თუმცა მთავარი ისაა, რომ დეტალებში ჩვენ ან შეერთებული შტატები არ მოგვატყუონ. შევთავაზეთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენმა წარმომადგენლებმა, უკრაინამ და ჩვენმა პარტნიორებმა, უსაფრთხოების მრჩევლებმა ისაუბრონ ჩვენი და საერთო პოზიციის შეხედულების შესაძლებლად. нашу თავარია დეტალებში არ მოგვატყუონო, აცხადებს ზელენსკი, მაგრამ ეს მისი განცხადება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადება, იმიტომ რომ რუსეთი არასოდეს არ ატყუებს სხვათა შორის მოწინააღმდეგეებსაც კი, არათუ პარტნიორებს ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეებთან გვაქვს საქმე, მაგრამ რუსეთი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის პირდაპირ ამბობს მის სათქმეს. მოტყუება, სიცრუე, უპირობობა მოდის იქიდან, დასავლეთიდან. ეს მათი ხელწერაა და რა თქმა უნდა მათთან ერთად ზელენსკის ხელწერაა. აი მაგალითად ერთი ფაქტი ეს სრულიად ახალი ფაქტია, დღევანდელი ფაქტია, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ტრამპთან აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება. დაგეგმილია ლიდერების ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრები დახურულ კარს მიღმაც. როიტერი წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ ჩარჩოს შეთანხმებას, რომელიც შტატებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მისცემს. დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში ეხმიანება დღეს დაგეგმილ შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ორი ქვეყანა მრავალი წელია ომში, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება ამ დრომდე უშედეგოდ, წერს ტრამპი, რომელიც მხარეებს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს. აი, ასეთი გახლავთ ეს ფაქტი, რომლის კონკრეტიკას ჩვენ ალბათ ხვალიდან შევიტყობთ უკვე, მაგრამ რა არის აქ მთავარი და მნიშვნელოვანი? ესე იგი, ტრამპი ცდილობს, რომ კავკასიის საკითხებში, ამიერკავკასიის საკითხებში ჩაერიოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობის საკითხებში. და აქაც მომრიგებელი მოსამართლის როლი ითამაშოს, მაგრამ რეალურად ის ამ როლს არ თამაშობს. ეს მოჩვენებითად უნდა ითამაშოს. რეალურად, რა თქმა უნდა, სხვა როლს თამაშობს. Deep State-თან ერთად, იმ Deep State-თან ერთად, რომელსაც
მოჩვენებითად უპირისპირდება ტრამპი, მაგრამ რეალურად არ უპირისპირდება და Deep State-ის და ტრამპის ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ კავკასიაში, ამიერკავკასიაში შეიქმნას რუსეთის საწინააღმდეგო არა მარტო განწყობირებები, არამედ ქმედებები. რუსეთის საწინააღმდეგო პროექტები განხორციელდეს და თუ კი მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ, ახლა ცდილობენ მიაღწიონ მეორე ფრონტის გახსნას უკვე ამიერკავკასიიდან რუსეთის წინააღმდეგ. და როდესაც ლაპარაკია ამიერკავკასიაზე, მაშინ საქართველოს გარეთ დარჩება თუ არა, ეგ როგორი წარმოსადგენია. გარეთ არ დაგვტოვებენ, შეეცდებიან რომ ჩვენ უკვე ამიერკავკასიის ფორმატში ჩაგვიტრიონ და ასე დაგვაპირისპირონ რუსეთთან. უკვე რეალურ დაპირისპირებაზეა საუბარი. საომარ მოქმედებებზეა საუბარი. აი ეს პროექტი მათ უკვე ამუშავეს, ამაში ჩართულია თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ასე ვთქვათ, დიდი თურანის იდეა არის ამოქმედებული და არის სერიოზული პროექტი, რომლის განხორციელების რომ მიდიან და მიისწრაფვიან, სწორედ ამისი დასტურია ეს შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ალიევისა და პაშინიანისა. ჩვენ და სამწუხაროდ ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რა შეიძლება ამას მოყვეს? მე წეგამ ლაპარაკობდი იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი ყოველთვის თავის საქმეს პირდაპირ ამბობს მეთქი. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მე მინდა გავიხსენო პუტინის ერთი ნათქვამი, რომელიც შეეხებოდა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტებზე ხელშეკრულებას. Президент США Дональд Трамп начинает говорить о потенциальной возможности использования тактического ядерного оружия. Использование ядерного оружия, безусловно, теоретически возможно. У нас такого оружия больше, чем у стран НАТО. Они знают об этом и все время нас склоняют к тому, чтобы мы начали переговоры по сокращению. Хреном, понимаете, как у нас в народе говорят. Значит, пока до этого не дошло, мы видим, что они пытаются одержать победу на поле боя. Флаг им в руки, посмотрим, как это у них получится. Пока не получается. И вряд ли получится. Აი ასეთი ეს პასუხი. ხრენ იმ ეს რუსული გამოთქმა არც მთლად კორექტული, ასე ვთქვათ, მაგრამ დიახ, სწორედ ეს მკვახე სიტყვა გამოიყენა პუტინმა დასავლეთის მისამართით, იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს. თავიანთი დამოკიდებულებით, თავიანთი ქმედებით, თავიანთი არაპატიოსანი საქციელით და არაპატიოსანი ზრახვებით. და პასუხიც არის პირდაპირი, ღია და პუტინი არასოდეს არ მალავს იმას, რაც ვთქვათ, იგეგმება, რაც არის რეალური. აი კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ამასთანავე იყო შეხვედრა პუტინსა და ლუკაშენკოს შორის და პუტინმა გააკეთა ახალი ტიპის შეიარაღება, მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული ორეშნიკი, რომელიც უძლიერესი სახეობა შეიარაღებისა, რომელიც უკვე იქნა გამოყენებული უკრაინის ფრონტზე და რომელმაც თავი აჩვენა როგორც ერთ-ერთმა მრისხანე შეიარაღებამ. ახლა ეს შეიარაღება უკვე არის სერიულ წარმოებაში. აცხადებს პუტინი, აქაც არაფერს არ მალავს პირდაპირ და ღიად აცხადებს. У нас произведен первый серийный комплекс орешника, первая серийная ракета. Да. И она поступила в войска. Теперь серия заработала. Первое. Второе. Наши специалисты, и белорусские военные специалисты, и российские, выбрали место для будущих позиций. И сейчас идет работа по подготовке этих позиций. Так что, скорее всего, мы до конца года этот вопрос закроем. ასეთი არის ეს რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შინ და გარეთ. რამდენადაც შევძელი დღევანდელ გადაცემაში მე წარმომედგინა თქვენთვის, აი აქედანაც კი ჩანს თუ რა რთულია ეს ვითარება, რა მძიმეა ეს ვითარება და როგორი ძნელია ყველაფერ ამას თავი ისე გაართვა, რომ შენს ქვეყანას ზიანი არ მოუტანო პირიქით. აი ამ უბედურებიდან, უბედურებათა კასკადიდან ისე გამოიყვანო, რომ დანაკარგი იყოს მინიმალური და მიღწევა, დადებითი მიღწევა იყოს გაცილებით დიდი. ახლა თქვენ იცით რომ
რიტუალი შესასრულებელი მაქვს, მაგრამ იქამდე მე მინდა წარმოგიდგინოთ იგივე მოდელი, რომელიც იყო აქ წარმოდგენილი დღევანდელ გადაცემაში, მე რაც დავაკელი, იმას თვითონ შეუსრულებს თავის თავს. ეკლესიაში ყველა მღვდელი ერთნაირი რო არ არის, ყველა მღვდელი წმინდა რო არ არის, ყველა მღვდელი რო მართალი არ არის და ყველა მღვდელი ღვთისმსახური რო არ არის, ნამდვილი ღვთისმსახური. ეს უფლისგან არის. ანუ უფალმა დაუშვა ეს ყანაში ღვარძლი ჩათესესო და ამოვთხაროთო? არაო, უფალმა უთხრა. ეს ყანა არის ეკლესია. და იმ ყანაში ღვარძლი ჩათესილია ეშმაკის მიერ. და რატო დაუშვა, იცით? თქვენ ყველა ვიაზროვნოთ. იმიტომ კი არ მივიდეთ, რომ ის მღვდელია. არამედ იმიტომ, რომ მართალია. ნათლობაზე კი ბატონო ნებისმიერ მღვდელთან მიდი, მაგრამ ის რო შენ დაგარიგოს და დაგმოძღოს, ამისთვის უნდა აირჩიო აზროვნება რო აქ და სწორად რო აზროვნოს, ისეთა უნდა მიხვიდე, ხო? ანუ მრავალფეროვნება. არასოდეს არ ყოფილა ეკლესია ერთხმა შეიძლება სწავლებაში იყოს, რომ ქრისტე არის ჩვენი ღმერთი და ასე შემდეგ მის, მაგრამ ის რაც ეროვნულს ეხება, იქ ერთი ხმა როგორ უნდა იყოს. აი ასე ვიხილეთ ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, დემოკრატი მღვდლის სახე. და მან როგორც ჩანს არ იცის, რომ ის არ უნდა იყოს დემოკრატი, ის უნდა იყოს ქრისტეს მიმდევარი. მისთვის ერთი გზა არსებობს. ეს არის ქრისტეს გზა. მისთვის ერთი მიმართულება არსებობს. ეს არის ქრისტეს მიმართულება. მისთვის ერთი მოძღვრება არსებობს. ეს არის ქრისტეს მოძღვრება. არავით არის მრავალხმიანობა და არავით არის დემოკრატია, აქ საჭირო არ არის. მაგრამ ეთყობა აცდენილია ეს კაცი უფრო საერო ცხოვრებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაშია გადავარდნილი, ვიდრე საეკლესიო ცხოვრებაში. აი ამიტომ, რა თქმა უნდა, არ გაგვიკვირდება ის ამბავი, რითაც დავიწყეთ ეს გადაცემა, პატრიარქი, როდესაც ამბობს იმ რთულად მოსასმენ სიტყვებს. არ გაგვიკვირდება ეს ამბავი, იმიტომ რომ რთული მდგომარეობა საერო ცხოვრებაში, საქვეყნო ცხოვრებაში და საეკლესიო ცხოვრებაშიც. ამიტომ მე მინდა ეს გადაცემა ისევ იმ პასაჟით დავასრულო, რითიც დავიწყე. დავიღალე. მოდი ჩემთან უფალო. ღმერთო ძლიერო, მძიმეა ჯვარი, რომელიც მომმადლე მე, მაგრამ წამს, რომ შენი იმედით გავაგრძელებთ ცხოვრების გზას. როცა ვეცემი ამ ჯვრის ქვეშ, ნუ დამტოვებ მე, უფალო. მოიღე მოწყალება და შენ მოდი ჩვენთან. აღგვადგინენ და ვირსნი გავხადე სასუფეველისა შენისა. აი ასე შევემზადეთ ამ გადაცემაში იმ რიტუალისთვის, რასაც ქვია სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა, რასაც მე ახლა გავაკეთებ. თქვენ წინაშე და თქვენ გთხოვთ, რომ ამ რიტუალში შემომიერთდეთ და ჩემთან ერთად გადაიწეროთ პირჯვარი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება. ეს არის ის, რასაც ქვია მართლმადიდებელთა კავშირი, ეს არის ის, რასაც ქვია ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი სამყაროს მიდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი გზა და რა არის ჩვენი წარსული და რა არის ჩვენი მომავალი. ისევე როგორც ის პატარა ანგელოზი, რომელიც ამ გადაცემის ფინალში მისთვის რთულად გადასალახავ ამ კიბეების ბარიერს ძლევს ოჩაღად და მამაცურად, იმიტომ რომ გასწიოს ეკლესიისკენ, სინათლისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სიკეთისკენ, სიყვარულისკენ და რაც მთავარია სამართლებისკენ. მოდით ერთად გადავიწეროთ პირჯვარი და ვისურვოთ, რომ ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. აი ყველაფერი ის, რაც ამ გადაცემაში თქვენთვის მინდოდა მეთქვა, ახლა დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ
მომავალ პარასკევს, დათქმულ დროს, საღამოს 7 საათზე, ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამშვები. ნახვამდის.